მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა მე და გარემო. დღეს ბედობა დღეა, კალანდობის, ძველით ახალი წლის. რაც ძალიან სიმბოლურია, მოკლედ ჩვენი რადიო პროექტიც იწყებს ახალ სეზონს და მთელი წლის განმავლობაში ყოველ ოთხშაბათს 5 საათზე შეგიძლიათ უსმინოთ და უყუროთ გადაცემას მე და გარემო, რომელიც გვესაუბრება ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენს ბუნებრივ გარემოს ეხება, რაღაცა თვალსაზრისით მაინც, მაგრამ თითქმის არ არსებობს სექტორი და აქტივობა, რომელიც გარემოსთან კვეთაში არ არის. ამასთანავე ჩვენი წარმდგენის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია ვეისლესის სახელით მინდა მოგილოცოთ 2025 წელი, გისურვოთ წარმატება, სიკეთე და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, რაც მთავარია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის მზის ენერგია, განახლებადი მზის ენერგია. აღნიშნულ თემაზე ჩვენ რამდენიმე გადაცემაში აქტიური საუბარი ქონდა, როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოს მაგალითზე. ვისაუბრეთ განახლებად ენერგიებზე ბევრი ასე ვთქვათ თვალსაზრისით, მაგრამ არ გვისაუბრია მის პრაქტიკულ მნიშვნელობას. ანუ რაც იმ თვალსაზრისით, რაც შეიძლება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ბიზნესს კონდეს კითხვა, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს როგორც ასე ვთქვათ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეული ინვესტიციით ამ მიმართულებით, ხო? ანუ კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ სხვადასხვა ენერგიას ვიღებთ სხვადასხვა წყაროებიდან და ძირითადად ეს არის დედამიწის რესურსები, რომელიც თითქმის უკვე ახლო ვართ იმასთან, რომ ამოწურვადია და ასე ვთქვათ, რომ გადარჩეს დედამიწა და კაცობრიობა და ამასთანავე ვიზრუნოთ გარემოზე, არსებობს ისეთი ალტერნატიული ენერგიები, რომელიც ამოუწურავია სანამ ეს სამყარო და დედამიწა არსებობს, ხო? ეს არის მზე პირველ რიგში, ეს არის ქარი, ეს არის წყალი და ამ ენერგიების გამოყენება უკვე აქტიურად დაიწყო თანამედროვე მსოფლიომ რამდენიმე ათეული წლებია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრაქტიკული ცოდნის გასაზიარებლად დღეს სტუდიაში სტუმრობს კომპანია Smart Energy Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით ორდენიძე. გამარჯობა დავით. მოგესალმებით. და შევეცდებით ერთად მე და დავითი ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ მზის ელექტროსადგურების პროექტირების, მონტაჟის, ექსპლუატაციის შესახებ და ყველა იმ კითხვაზე გავცეთ პასუხი, რაც ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაში არის და ვინც დაინტერესებულია ან სამომავლოდ დაინტერესდება საკუთარი, ასე ვთქვათ, მის მფლობელობაში არსებული მზის ენერგიით, იმიტომ რომ ეს ყველას გვეკუთვნის. მის მფლობელობაში არ არის, მაგრამ აი გვინდა რომ გადმოვიყვანოთ. ხო, რა თქმა უნდა. თუმცა რადგან ზე ყველას ერთნაირად გვანათებს, შესაბამისად მისი სარგებელი შეიძლება მიიღოს როგორც კერძო პირმა, ასევე იურიდიულმა პირმა ბიზნეს სარგებლიანობის თვალსაზრისით და უამრავი მიმართულება შეიძლება ჩავშალოთ აქ. ანუ თქვენი კომპანია დავით ახორციელებს მზის ელექტროსადგურების პროექტირებას, მონტაჟს და მომსახურებას. აი უფრო კონკრეტულად რომ ესაუბროთ თქვენ სერვისზე, გაგვეცნოთ, ასე ვთქვათ და გვესაუბროთ. ნუ ისე იგივე კომპანია დაარსებული არის 2016-17 წლიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მზის ენერგიასთან მაშინ კავშირი არ ქონა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ვეწეოდით და სადღაც ერთი წელიწად ნახევარი არის ზუსტად რაც ჩავერთე ამ თემატიკაში, ძალიან მომეწონა და მემიზიდა. საინტერესო გახდა ჩემ ცხოვრებაში. მე თვითონ ელექტროინჟინერი ვარ და ზოგადად ინჟინერი ვარ რა და ძალიან ისეთი მოკრიკიტე მიყვარს რაღაც ინოვაციების ხელის მოკიდება და მე გაშლა ჩემ ცხოვრებაში. ნუ პირველი ის იყო სადღაც წელიწად ნახევრის წინ მეგობარმა დამიძახა. ეს ძალიან გემრიელი პიროვნება რივერი შეიძლება რომ გვარიცროთ. კი ბატონო.
ხო, ივერიმ დამიძახა, რომ ეს ესეო მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით ჭირდებაო გვერდში ჭკვიანი ადამიანიო და აი შენ რომ ცოდნეო რა. და მეთქი კი ბატონო, მაშინ ვეწეოდი, ავეჯი სააქრო მქონდა. ნუ ცოტა გამიჭირდა ხა გადართვა, მაგრამ ნუ ნენელა მაინც დავდექით ერთად და რაღაც რამოდენიმე პროექტი კარგი განვახორციელეთ საქართველოს მასშტაბით. და თვითონ სერვისზე უფრო აქტიურად რომ თქვათ, რას გულისხმობს თქვენი კომპანიის მიწოდებული სერვისი? აი როგორ არის, უყურეთ ნახეთ, ესე იგი როგორ იწყება საერთოდ ეს თემა რა. ესე იგი პირველი ხდება ტელეფონით კომუნიკაცია. ანუ მომართავს კლიენტი, მომხმარებელი მომართავს და ნუ იქ რაღაცა ცოტა გასაუბრების შედეგად გავივლით რა უნდა, რა ჭირდება. და ნუ იქ რიგი შეკითხვები მებადება მე რომ ანუ რამდენია კვეთი შემომავალი, ბევრი ფაქტორები არის რა, რომელიც უნდა ვიცოდე რომ აი რა შევთავაზო და ჯერ უპირატესი მაინც ისაა რომ აი მაინც ყველა იმას უყურებს ხოლმე რომ აი რას მოვიგებ ამასე ხო, ანუ რისთვის უნდა ეს სადგური? ხო. ანუ რა მიზანი აქვს? ხო, მიზანი რა, ანუ ჯერ უნდა ვიცოდე მაგი რომ რა მიზანი რო აი რისთვის უნდა რომ ჩაქვითოს თავის ენერგია, აწარმოოს, გაყიდოს თუ აი როგორ და რას ფლობს რა, სად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ანუ პირველ რიგში ისე იგი ჩავდივართ ადგილზე, ლოკაციაზე მივდივარ, ხდება დრონით გადაღება, შეფასება რამდენად სამხრეთისკენ არის მიმართული, თუ ობიექტზე დგება, თუ არა და ხელი შემშალი პირობები, შეიძლება მთა იყოს, ხეები, შენობები, ნუ რაღაც ეს ყველაფერი უნდა. და შემდეგ ხდება პროექტი. და შემდეგ უკვე კი ბატონო რა, მე შემდეგ ვიღებ ზომებს და მე უკვე უჯდები ოფისში თავ კომპიუტერს და AutoCAD-ში მიდის ხაზვა. კი ბატონო. ანუ ვარჩევ სამხრეთის მიმართულებას, ვასწორებ შენობას. აი აქ შეგეკითხები, ანუ ეს აუცილებლად უნდა იყო დამონტაჟდეს მზის პანელები სამხრეთს. აუცილებლად უნდა უყურებდეს სამხრეთს, აუცილებლად. და კონკრეტულ გრადუსზე, ხო? ნუ შეძლების და გვარად. საუკეთესო არის 42 გრადუსი, 40-42 გრადუსი, რადგანაც ეს როგორი სიტუაცია უყურეთ მზის ელექტროსადგური არ განიხილება როგორც იანვარში როგორ იმუშავა, განიხილება მთელი წლის განმავლობაში რა გამოიმუშავა. ანუ წარმადობა წლიურ ჭრილში, წლიურ ჭრილში რა, ეხლა ზაფხულში მზე უფრო მაღლა არის და თქვა 10-15 გრადუსი დახრა უხდება და მაქსიმალური გამომუშავება აქვს, ზამთარში დაწვენილია და 50 გრადუსი მშვენიერია, მაგრამ ეხლა მაგისტვის არსებობს კიდე ცალკე მოწყობილობები, ტრეკერები, რომელიც ანუ ამაზე ცალკე ვისაუბროთ, რომ არ დავაბნიოთ. ანუ ოპტიმალურად ეხლა მე თუ რამე დამეყენებია 10 გრადუსი და სადღაც აი ეხლა დიღომში გავაკეთეთ ობიექტი 12 კილოვატიანი 23 გრადუსი ავიღე. იქ ანუ აი როგორც მომცა საშუალება რა, კონსტრუქციები ჩვენ გავაკეთეთ და ანუ პროექტირების მერე, რომელსაც წარუდგენთ, ასე ვთქვათ, თქვენ მომხმარებელს, მერე უკვე იწყება შეთანხმებისამებრ მე უნდა დავთვალოთ. ესე იგი, ანუ რამდენი დაუჯდება კლიენტს. ესე იგი, მომხმარებელს თვითონ ეს ელექტროსადგურის ღირებულებაა დასათვლელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვითომ ჭალებში იფსკინება, მაგრამ ამ დროს არ იფსკინება. ჩვეულებრივ მათემატიკას თუ გამოვიყენებთ, ეს უფრო შეპესეებს უფრო ეხებათ რა, აი მარტივად ავხსნი რა, აი შეპესე, თქვათ, საამქრო, რომელიც წელიწადში კი არა და თვეში ხარჯავს 3000 ლარს. დიახ. ჩვეულებრივად შეუძლია. ისე იგი, ანუ მე აქ თელაში ეს თანხა, იხდის თელაში. შეუძლია იყოს მწვანე სესხი, დაბალპროცენტიანი. აქვს ჩვენ ბანკებს მაგის საშუალება და უბრალოდ მისამართი შეუცვალოს ამ თანხას. თელასის მაგივრად, აი ელექტროსადგურს რო შეიძენს და დაამონტაჟებს, ამ თანხას გადაიხდის ბანკში. უგება აქვს სადღაც 4-5 წელი. ტარიფი არასდროს არ გაიაფთება თუ გაძვირდება. გაიაფების შანსი არ აქვს. ხო და სადღაც ეგრე 4-5 წლის მერე უკვე ჩვეულებრივად ანუ გამოსყიდულია თვითონ ელექტროსადგური. და მერე უფასო დენი აქვს. თუ ნარჩენი დენი აქვს, შეუძლია
უკვე გაასხვისოს. გაასხვისოს, ამ ბარტერი ფინანსური ინტერესიც გაუჩნდეს, ხო? რა თქმა უნდა. იგივე შეუძლიათ კერძო პირებს? კერძო პირებსაც შეუძლიათ, მაგრამ ზოგადად როგორ ხდება, ნახეთ, კერძო პირებთან, ეხლა ვთქვათ, შენობაზე ეხლა შემოსვლა არის 10 კილოვატი, მეტი არა აქვთ ხოლმე რა, ერთ ფაზა 10 კილოვატი აქვს შემოსვლა რა და იმდენი ნარჩენი არ დარჩებათ, მაგათ რომ თქვათ ასხვისონ, თუმცა მაგით შესაძლებელი არის. თუ კვეთი მოითხოვონ, ან ენერგოპრო ჯორჯიადან ან თელასიდან, რომლის აბონენტიც არის რა და კვეთს გაზდიან უბრალოდ. თბილისში თელასია და რეგიონებში ენერგოპრო არის, პროსტა ერთმანეთში არ ქვითავენ ესენი. გასაგებია. ხო, ენერგოპროსთან და თელასთან ერთმანეთში ვერ იკვეთებიან. გასაგებია. და შეუძლია რომ რამოდენიმე აბონენტს თქვათ 30 კილოვატიანი ელექტროსადგური დადგა, იმიტომ რომ ეზოში ქონდა შვენიერი ფართი თქვათ. კი. ანუ მაგალითად მე მაქვს სახლი ქალაქგარეთ, სადაც გარემო პირობებიც და მე ცალკე ვილაპარაკებთ ხელის შემშლელ გარემო პირობებზე რა შეიძლება იყოს. გარემო პირობები მიწყობს ხელს იმისთვის, და საკმაოდ დიდი ეზო მაქვს, ასე ვთქვათ, მიწა, სადაც შემიძლია მაგალითად საკუთარი არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, არამედ ბიზნეს თვალსაზრისით ჩავდო მე ეს თანხა, რომელიც ვთქვათ იგივე მწვანე სესხი დღეს კერძო პირებსაც შესაძლებელია რომ გაიცეს ან დიდ მეწარმეზე და ჩავდო მე ეს თანხა და ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე ანუ მოგება ვნახო სადღაც 2 წელში ხო? ანუ 2 წელიწადში მოგების ნახვა ცოტა გაჭირდება. მე ხო საწარმო არ ვარ დავით, რომელიც მოიხმარს დიდ ენერგიას. ნახეთ აი როგორ აი ხა ცოტა სხვანაირად რო შევხედოთ მაგას რა მაპატიეთ, აი ხა თქვენ თუ ზამთარში დააყენეთ ეს სადგური, შემდეგი თვიდან მოგებას გავიგე. გასაგებია. სრული წელის აუცილებელია რომ მიახლოებით იცოდეთ რამდენი 1000 კილოვატი გამოიმუშავა წლიურ ჭრილში. რომ იცოდეთ რამდენი შეგიძლიათ გაასხვისოთ. გასაგებია. აი როცა ცნობილია რომ მაგალითად საქართველოში დაახლოებით 80-85% დღეების 365 დღიდან არის მზიანი, საშუალოდ. ხო შეიძლება მე საშუალოდ ვითვლი ხოლმე ესე რომ აი მზის საათი გვაქვს დღეში 6 საათი. აჰა, ზამთარშიც და ზაფხულში. აი საშუალო არითმეტიკული რო გამოვიყვანოთ, ხა ზაფხულში შეიძლება 9 საათი იყოს. კი ბატონო, და ზამთარში შეიძლება 4 საათი იყოს, მაგრამ ერთმანეთზე აი როგორ არის, ცით აი უფრო კიდე სხვანაირ დათვლას გეტყვით რა, აი საუკეთესო შემთხვევაში 1001 კილოვატის სადგური დადგმული სიმძლავრით გამოიმუშავებს 1350-1400 კილოვატს წელიწადში. აი მაგით მართლა ეს ოღონდ საუკეთესო შემთხვევაში გეუბნებით რა. ყოფილა შემთხვევები რომ მეტი არ გამიგია, მაგრამ აი ნაკლები კი ბატონო. ხო, ნუ აი ხელის შემშლელი პირობები აი სუფთა სამხრეთი უნდა იყოს აზიმუტით. ანუ მთები არ უნდა იყოს აი ტრიალი მინდორი, აი მაგდროს არის არახელი, ხო, არახელი შემშლელი პირობა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ზის 60 იდეალური გარემოება. კარგი პოლიგონი. რამდენად მოთხოვნადია ახლა თქვათ შეიძლება თითქოს არ ხართ ბაზარზე, მაგრამ უკვე კარგად იცნობთ ქართულ ბაზარს ხო? ნენელა უკვე რამდენად ეს მომსახურება რამდენად მოთხოვნადია და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ერთხელ აი რა სარგებელი შეიძლება, რითი შეიძლება დაინტერესდეს ადამიანი. მაგალითად თუ კი დღეს უფრო რო გავამარტივოთ, დღეს მე მაქვს ფული სიტყვაზე და მინდა რომ ინვესტიცია ჩავდო და ამავდროულად როგორც საკუთარი ფინანსური სარგებელი ის არის რომ ჩემი ენერგია მაქვს ბოლო-ბოლო და 5 წლის მერე აღარ ვიხდი ამ ელექტროენერგიის საფასურს და ჩემსას მოვიხმარ ეს ერთი არიან ადამიანები ასე ვთქვათ ასევე რომლებსაც აქვთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ესეთი კეთილსინდისიერი დედამიწელები არიან რომელთაც ანუ ეს არაწვება და ამ მიმართულებით არ მიდიან და სუფთა იმ თვალსაზრისით ფიქრობენ რომ და ასე ვთქვათ ნაკლები რესურსი წაართვან დედამიწას, ხო? ანუ ეს ალბათ უფრო ჯერჯერობით ნაკლებად
ხვდება პოტენციურ klientებს შორის, მაგრამ ბაზარს იცნობთ. ჯერ მაინტერესებს როგორია ბაზარი და მოთხოვნა როგორია ამაზე. მზის ელექტროსადგურებზე და შემდეგ მაინტერესებს ასევე შავი ბაზარიც. ანუ ეს ადამიანები ვის უნდა ენდონ? ან რატომ უნდა? ან თქვენ რატომ უნდა გენდნენ? ან სხვა კომპანიებს, ან იურიდიულს, ან კერძო, არა გარანტიები აქვთ, იმიტომ რომ ეს შეეხება ინჟინერიას, შეეხება ელექტროობას, შეეხება კონსტრუქციებს და ასე შემდეგ. ანუ გარანტიებს ვინმე აძლევს გარანტიებს ვინმე იძლევა, ასე ვთქვათ, რომ გარანტირებულად იქნება ეს სიამოვნებით. ცოტა ისეთი თემა არის, მაგი ძალიან მტკივნეული, მე არ მინდა რომ ხა შევეხო სხვა პიროვნებებს, ვინც ეწევა ამის მონტაჟს, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლად და ჯერჯერობით არ არის ეს. ხო, აი რას უნდა მიაქციო? აუცილებლად სერტიფიცირებული უნდა იყოს მე მონტაჟი. აუცილებლად. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ იმას ცოდნა უნდა ქონდეს, მარტო ის კი არა, რომ ბოდიში და ბჭყალში ელექტრიკი არა. მან იმდენი რამე ფაქტორია, კონსტრუქციები, რამდენად მდგრადი იქნება და რამდენად მყარი იქნება, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 10 პანელი არის 20 კვადრატული 20 კვადრატი არის რა ფაქტიურად რა და ხელა იალქანს რომ ხარი დაეტაკება. 20 პანელი არის კაკრა 100 კილოვატიანი სადგურია რა. სადაც 580 ვატიანი 550. და რამდენად მდგრადი უნდა იყოს ის კონსტრუქცია და სწორი დათვლილი, აუცილებლად სწორად უნდა იყოს დამაგრებული, თუნდაც სახურავზე, თუნდაც მიწაში, ანუ უნდა სწორი დათვლებით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი რა და აი ტვინის დაყოლება უნდა. აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ეხლა მე მანამ ჩემ სადგურებს დავამონტაჟებდი, მანამდე ვემსახურებოდი სხვადასხვა ფირმებს, კაი კომპანიებსაც ისეთ, კი ბატონო. და ბევრ რაღაცებს შევხვდი იქ წინააღმდეგობებს, რომ აი არც სახელის დასახელება მინა არც გვარის რეგიონს ვიტყვი კახეთში ერთ მაგარკაც დაუყენეთ 100 კილოვატიანი სადგური. თვითონ ისაც აი ომი მქონდა რა. თვითონ ვინც აიღო შეკვეთა, რომ აი მოდი ეს კაბელი ვიხმაროთ, აი გავგიჟდი რა, იმდენად სანერვიულო გამიხადა რა, მეთქი აი მე ტყუილს ვერ ვიტყვი. всё, უნდა იყოს ჩესნად და სწორად გაკეთებული. ეს პირდაპირ უღიარე რა და ჩემ ჭკუას წავიყვანე დამეთანხმა ბოლოს ყველაფერში და მივყევით და დავაყენეთ სწორად. კი ბატონო. იმიტომ რომ ანუ ცოდნა არ აქონდა. ხო ხვდებით რა, გაიძახიან რომ იაფას იძახიან. მომხმარებელსაც უხარია რომ იაფია. ნებისმიერი სერვისი. და ამ იაფში რომ ვიყურს ეს სიტყვა შარში იჭდებიან, მაგას არ აქცევენ ყურადღება. ხო, ანუ პასუხისმგებლობის არ შეიძლება. აუცილებლად უნდა ელექტროინჟინრის კვალიფიკაცია. კი, აუცილებელია ეს ყველაფერი, რომ სწორად დათვალო აი კვეთი. მე ხა ყოველთვის ვიყენებ ძვირიან ეკვიპმენტებს, აი ძალიან ძვირიანს რა. კოპოსი არის ერთ-ერთი ბრენდი, საინსტალაციო მილები უნდა უძლებდეს ულტრაისფერ დასხივებას, მღრღნელები, სადაც გადის კაბელი. ანუ ყველა ფაქტორი არის კაბელი გადის. რომელშიც შეიძლება იყოს 900 ვოლტი მუდმივი საბუა. 900 ვოლტი ხუმრობა არ არის. 750 ვიგემე. კახეთში. კი, დამარტყა. სამი დღე კონტერი მტკიო და სულ ყველა. გამარჯობა, გილოცავთ. შევხედით მოვკიდე ხელი. გილოცავთ რომ ჯანმრთელს ხედავთ. კი, ასეს მაგენი მოსულა. შეიძლება. ხო და აი რა ვიცი რა, ცოტა მაგას აქვს მისაქცევი, რომ იმდენად ფასი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი არის, მაგრამ ძალიან არ უნდა გაეკიდო ფასი. ხო, ანუ რა შეგვიძლია გვითხრათ? უნდა მოთხოვო სწორი მონტაჟი, უნდა მოთხოვო სერტიფიკატი და უნდა მოთხოვო სერიოზული და კარგი ხარისხიანი ეკვიპმენტები. მინიმუმ კითხვა უნდა დასვა, როდესაც მაგალითად კონკრეტულ ფასს იღებ, ან მეც ან ნაკლებს და მეორე ნაკლებს გთავაზობს, ორივეს უნდა დაუსვა კითხვა, რატომ არის ამ ხელა ფასთან სხვაობა, ხო? რეალურად. ანუ ეს მოგების წილია და შენ უფასოდ მუშაობ თუ შეიძლება ის ხო სად გადის და თავისთავად ალბათ პასუხისმგებლობასაც იღებ, ხო? ანუ შენს დამონტაჟებულ ელექტროსადგურზე პასუხისმგებლობას და კიდე რა მაინტერესებს, იცი? ანუ რაღაცა მონახაზი არსებობს და იცის ადამიანმა დაახლოებით წლის ჭრილში
როდესაც უმონტაჟებს სადგურს, რა ენერგია უნდა მიიღოს პლუს მინუს. ხო ესეა. მაგრამ აი მაგალითად დაამონტაჟა ეს ელექტროსადგური და კიდე რამე არის საჭირო ამისთვის, რა მაგალითად მომსახურება ამ ელექტროსადგურის. მომსახურება იმდენად რა არიცით, რომ იმდენად არ საჭიროებს, ნუ აი ხანდახან ჭირდება, ეხა გააჩნია რა ლოკაცია არის რა. ესე იგი თუ გვერდზე ძალიან აი თქვა დაბინძურებული გარემოა რაღაც აი კიდე ისო კახეთს მიუბრუნდები რა, იქ რაღაც გვერდზე ის იყო რა ქვია, ხორხს რო ფქვავენ, დრაბილკა რა. კი ბატონო. რუსულად ვიტყვი მაგრამ. რომლის მტვერიც? ხო, რომლის მტვერი უცბად დაედო, გაუფუშტათ რაღაცა რა და პანელებს აი დაედო, 100 კილოვატს სულ რა და მაგ დროს უკვე ხელი შემშლელი არის. თავისთავად. კი, ძალიან უვარდება ეფექტიანობა და მაგრამ დამჭირდა ზუსტად 10 წუთი არ. რო გადამერეცხა ეს პანელები შლანგთი და. ჩვეულებრივად წყალი ავიდან მიუშვით. გადავრეცხე ხო არაფერი რა. ისეთი კონკრეტულად თუ ძალიან უნდა უარო და გადაყვე არა რა. თან საკმაოდ ისიც გარანტიაც დიდხნიანი აქვს რა, სადღაც 25 წელი ცოცხლობს პანელი. ანუ როგორც ვიცი, სხვადასხვა გარანტია აქვს სხვადასხვა ტიპის პანელებს, ხო? ანუ ეს ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ტიპზეა დამოკიდებული. ანუ აუცილებლად სხვადასხვა ტიპის არის, ხო? არის ბრტყელი, არის. არა, როგორ არის, ყურეთ, ორი ტიპის არის რა, არის პოლიკრისტალური, არის მონოკრისტალური და უფრო ახლა მონოკრისტალურის პანელებს ვიყენებთ რა. რატო? სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს დიდი. შეიძლება გამომუშავება და წარმატება იმდენი არ აქვს, როგორც პოლიკრისტალს. პოლიკრისტალი უფრო ცოტა სხვანაირი ის აქვს, მიკროგრანულებით სხვანაირი რელიეფი აქვს და უფრო მეტი გამომუშავება აქვს, მაგრამ ხანგრძლივობა აქვს 15 წელი. მერე უკვე ნუ დეგრადირდება. დეგრადირდება და ანუ აი ამ შემთხვევაში მხოლოდ პანელებია შესაძლებელი, თუ მთელი სისტემაა შესაძლებელი. მხოლოდ პანელები, მაგრამ არც ცვლიან რა იდეაში რა. მე პრინციპში არ ქონია კოლიკრისტალური პანელი არც მინახია სიმართლე გითხრა. კი ბატონო. არ ქონია შემთხვევა რომ თქვა შევხებოდი მაგას რა, მარტო მონოკრისტალები. და თვითონ ტიპზე რაზე ვამბობ, ვიცით, აი ფორმაზე არის რაღაცა ბრტყელი, რაც მინახავს და არის ხო რა რაღაც რეკლამებში არის, საქართველოში მაგი მეც არ მინახე. ანუ რელიეფს რომ იყვება, ხო? რელიეფს რომ იყვება. არა, ნუ მაგით საკმაოდ ცოტა ძვირადღირებული სიამოვნება იქნება. ტესლასა გამოშვებული როგორც ვიცი, კრამიტის ფორმა აქვს პირდაპირ. ხო და ანუ ყველა ფორმაციაში, სადაც არ უნდა იყოს მზე, ასე თქვა. ზომები იდეაში როგორ არის, ცით ნახეთ. და დაცემა, მე მგონი რაღაც ნაწილს მაინც აქვს. ხო, ანუ მთელი დღის განმავლობაში არის მიღება მზის ენერგია. სიტუაცია, ნახეთ ახლა თვითონ ახლა ზომებს საერთოდ პარამეტრებს პანელებისას და მის ხარისხს ვაფშე საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. აი ზომა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულებაში რამდენი ვატიანია. ანუ მეტი ვატობა, მეტი უფრო დიდი ზომისაა. ეს ზომები რატო იცვლება, რომ აი უყურეთ, ავიღეთ თქვა არსებული შენობა. ეხლა როცა მინდორში ვაყენებ, მაშინ პრობლემა არ არის რა, მაქსიმალურ პანელს ავიღებ და დიდი წარმოდობისას ერთ წელს, რომ ნაკლები ისჭირდება რა, სამაგრი კონსტრუქციები და ის ცოტა სხვანაირად არის ეს ტექნიკური დეტალები და პატარები ხშირად მიდის, ანუ ზომით პატარა 410, 450 ვატიანები, უკვე არსებული სახურავი რო გაქვს და აი რო ჩაეტიო. რომ მაქსიმალური ფართია იქ. როცა სახურავზე მონტაჟდება? კი. ანუ უნდა აითვისო მაქსიმალური, ეხლა იმაში ვაყენებ 42 კილოვატიანს ახალქალაქში. უკვე ინსტალაცია დასრულებული არის, ველოდებით ეხლა დაერთებას ქსელზე, რომ ჩავიდე და ინსტალაცია გავუკეთო და უკვე ჩავრთო რა, მუშა რეჟიმში მოვიყვანო სადგური. მან ცოტა როგორ იყო, იცით, მშენებარი ობიექტი იყო და კომუნიკაცია ჩასვლა და ის არ მოგვიხერხდა, მაგრამ ეს WhatsApp-ით რა, ერთმანეთში საუბრობდი, სურათები რაღაცები და პროექტს ცოტათი გაცდა ზომებით. ანუ პარაპეტი მოყვება სახურავს და მე ვიცოდი რომ 10-იანი უნდა ყოფილიყო სისქეში პარაპეტი და გამოიყვანეს 40-იანი. ანუ ეგრე იყო საჭირო, მე უნდა დაშენების პერსპექტივით გააკეთა რა და ამიტომ უკვე ეს დიდი პანელები აღარ ჩამეტია. მაგრამ უცბად მოვაგვარე მაგ ამბავი, გადავედით. 68 წალი უნდა წასულიყო 580 ვატიანი და ჩავსვი 90 450 ვატიანი. სიმძლავრე კიდე უფრო მეტი ამოვიღე. და დამჭირდა უფრო ნაკლები ფართი, იმიტომ რომ პანელებს შორის, ჯგუფებს შორის გასავლელების დამჭა.
ანუ მოსახლეობის ჯგუფები იქნება, ხო? კი, ჯგუფი არის, ხო, აი 16-18-იანი პანელების ჯგუფი ეს მიმდევრულად ირთვება, როგორც ბატარეა. აი აკუმულატორების ბატარეა ერთმანეთის სენსორზეა, თუ როგორ არის? არა, ისინი აქ რა ქვია. შემაერთებელი ერთმანეთში ხო პლუსი მინუსი და იწყობა მთელი ისა რა. და ერთი ჯგუფიდან იღებს სადღაც 750-800 ვოლტს. ანუ პანელის საშუალო ძაბვები არის 40 ვოლტიდან 50 ვოლტამდე. გააჩნია ზომას. გასაგებია. და ეხლა მინდა შევეხოთ ერთ საკითხს, ანუ ამ ენერგიის შენახვის სისტემას. ანუ როგორ ხდება? აი მაგალითად, თუ კი მე დავკონექტდი და დავკონტაქტდი ან ენერგოპროს ან თელასის, ასე ვთქვათ, ხაზზე. ან როგორ ხდება, ანუ მე ნაკლები, ასე ვთქვათ, სოდნა მაქვს. კი, ეხლა ვაგიხსნით მაგას რა, ანუ ისე იგი რა ხდება? ანუ პრაქტიკულად რო ავუხსნათ პოტენციურ მომხმარებელს რა გზები აქვს გასავლელი და როგორ ხდება დათვლა. ეხლა მე აგიხსნით ინვერტორები როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან რა, არსებობს 3 ტიპი. არის ქსელური, on-grid ინვერტორი, არის ქსელისგან დამოუკიდებელი, ნუ ზოგი კუნძულოვან შეძახი, ზოგი ანუ ქსელი საერთოდ არ ჭირდება, მხოლოდ აკუმულატორები უნდა. ეს ინვერტორი არის, სადაც ენერგია ინვერტორი არის გარდამქმნელი, რომელიც მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლადენში. გასაგებია. აი ქსელში რაც გვაქვს 220 ვოლტი ან 380 ვოლტი, თქვა სამფაზა სისტემაში. ჩვენ ვიღებთ მუდმივ დენს, რომელსაც ესე პირდაპირ არანაირი აპარატურა მაგაზე არ ჩაირთვება. ანუ ის რომ გარდაიქმნას ქსელისთვის სასურველ ძაბვად, უნდა კონდეს სინუსოიდალური აუცილებლად ფორმა, რომ ჰარმონიკემა ხელი არ შეგიშალოს და ზედმეტ და არის რომ არ გარდაიქმნება და შეიძლება მაცივარი დაგვიწვას? ანუ პირდაპირ არ მუდმივდენი მაცივარს ვერ ჩართავს, მოკლედ რა არ ჩაიგდე. პროსტა ცეცხლი შეიძლება მოუკიდოთ. იქ მან დავტარდება მაგის. პრიმიტიული შეკითხვების რო ვსვავ არ გამ. ხო, ანუ ისე იგი on-grid, off-grid და ჰიბრიდული ინვერტორები მესამე არის, ორივეს მოიცავს რა, ანუ იმაზეც მუშაობს, ქსელზე დაერთებულიც არის და თუ სიტყვაზე ქსელი გაითიშა, ქსელური ინვერტორი ითიშება, სადგური ანუ არ მუშაობს მაგ დროს. ამისათვის უკვე ჰიბრიდული ინვერტორი მუშაობს მაგ დროს მარტო. ანუ ის გადადის უკვე აკუმულატორების ენერგიის მოხმარებაზე და ისე უწყვეტად გაძლევს 220 ვოლტს. უბრალოდ ეს აკუმულატორები საკმაოდ ძვირადღირებული სიამონება არის დღეს, ლითიუმის არის. და ნუ ცოტა თავს იკავებენ, მაგრამ უყურეთ როგორი სიტუაცია ხა, თუ დენის წყვეტა არა გაქვთ, ნუ არც არის საჭირო რა, შენი აკუმულატორი არის თელასი ან ენერგოპრო უფასოდ. ერთჯერად დიხდი. ანუ მე რო დავერთდე, ხო, ნეტყუაღ რიცხვაში დაერთები. და всё, მორჩა, დაგიყენებენ იმას, რა ქვია, ჭკვიან მრიცხველს, რომელიც ითვლის ისეც ანუ ორივე მხარეს ითვლის. ანუ შენი ენერგიაც და შემომავალის და გამავალი ენერგიის საშუალო იქვითება, კი ბატონო. იქვითება და ანუ მაგალითად წლის ბოლოს რო რაღაცა X ენერგია დაგროვდა, შენ პლუსში რო დაგიგროვდა X ენერგია რამე. მაგის დათვლა ყოველთვიურად ხდება. ყოველთვიურად ხდება უკვე. ეს უკვე წლიური არ ჭირდება მაგას. აი უყურეთ მარტივად აგიხსნით რა, გამოიმუშავე თვეში 100 კილოვატი. კი ბატონო. დახარჯე 50 კილოვატი. მეორე 50 კილოვატი გავიდა ქსელში და სხვა მოიხმარა. მაგრამ შენ დაგიპლიუსდა მრიცხველი. ანუ პლუს 50 კილოვატი დაგის და პლუსში. მაგაში მე მაგ პლუსში ვინმე მიხდის? არა. თუ გინდათ გადაგიხდის წელიწადში ერთხელ, თელასი 18 თეთრს იხდის მე მგონი და ენერგოპრო 14 თეთრს, მაგრამ რაში გაწყობთ მაგი? არ გაწყობთ. მაგისთვის კარგია შექმნა მომხმარებელთა ჯგუფი და იჯარით მისცე დენი. და ალბათ უფრო ნაკლებფასად ვიდრე ენერგოპროსა მაგი უკვე თქვენსა და იმას ურთიერთობაში ხო როგორც გიღებთ ესე რა. ყოველ შემთხვევაში 14 თეთრი და 18 თეთრი ძალიან ცოტა არის. ამისათვის ჯობია სიტყვაზე თუ 30 მივყიდო, აი მაგაზე იყო წეღარას საუბრობდი. ანუ ჩემ მეზობელს შემიძლია მივყიდე უფრო იაფად, ჩემი მიყიდო არა, აი მაგაშია საქმე რომ მიყიდო არ ელექტროენერგიას ვერ გაყიდი, უფლება არ გაქვს დაგაჯარიმებენ.
ბარტერი გავუკეთო, მოდი სხვა სახელი დავარქვათ, მაგრამ იგივე საკეთებთ რა. ბარტერი გავუკეთო და მან მე სხვა სიკეთეები მომცეს. დიახ. ხო. ან იჯარით მისცე სადგურის რაღაც უბანი რა. იჯარა და არქვა და всё. გასაგებია. ანუ ამაში ოფიციალურად ფულს ვერ მივიღებ, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს კანონმდებლობის ელექტროენერგიას ვერ გაყიდეთ. უფლება არ გაქვს. всё. ანუ მაგაზე შევთავაზეთ. და იურიდიული პირი რო ვიყო, მაშინაც ვერ გავყიდი? არა, ელექტროენერგიას ვერ გაყიდით რა. მაგ ეგრე არის, რა ვიცი, რა ვქნა. გასაგებია, მაგრამ ერთი კითხვა კიდევ ეს საკითხი რო ამოვწურო. ანუ მე უბრალოდ ჩემი გონება უფრო მატერიალისტი ესე მუშაობს და მაინტერესებს აი როგორ ხდება ამ დაბრუნებული ენერგიის ქსელში შენახვა. აი თუ გაქვს მაგალითად ისეთი ინვენტორი, რომელიც რომ ანუ არ ახარ დაერთებული თელასზე, არ ახარ თუ არ ახარ და ვერსად შეინახავ შენ აკუმულატორში. არ ხარ კუნძულზე, რობინზონ კრუზო ხარ. დაღამდა გააქშუქი. გათენდა ვიხდით ხო? აი ანუ როგორი სიტუაცია ვიყურეთ, აკუმულატორია დაერთებული ინვერტორზე, რომელსაც სულ ხმარობ, მოქმედებაში არის, მაგრამ როგორც კი მზე ამოვა, იწყება ამ აკუმულატორის დატენვა. აი მაგ ტენის, მე ისევ დაღამდა, მე ისევ მოხმარება რა. გასაგებია. просто აკუმულატორი იმიტომ არის საჭირო, რომ კონდეს სტაბილური, ახლა პირდაპირ ბევრმა მკითხა კიდევაც რა, პირდაპირ რომ ახლა მზიდან მივიღო დენიო. ხო, არა, ეგეთი რამე, ხო, არა, ეგეთი რაღაც არ ხდება რა, ზოგადად ინვერტორი არ იმუშავებს რა, პირდაპირ რომც იმუშავოს, აი როგორ ახლა უცბად ღრუბელი მოვიდა, საბუა დავარდა, ხო და ახლა პულსაცია ქსელში ყველაფერს წვავს. არ ვარ რეალურად გარდამქმნელი აუცილებელია. კარგით, აირჩევის სახით რომ მივცეთ ჩვენს მსმენელს. როგორ გაიგოს დაახლოებით რა წარმადობის, რა მოცულობის ელექტროსადგური სჭირდება? ну, როგორც საკუთარი თავისთვის, ისევე აი წეღარაზეც ვილაპარაკეთ იმ მონახაზებისთვის და დათვლა როგორ ხდება? ანუ რაც უფრო ალბათ მეტი წარმადობა რაც უფრო მეტია სადგურის წარმადობა, მით უფრო ნაკლები ჯდება რა. მიახლოებითი თანხებს გეტყვით რა, სადღაც მოდი პირობითად ავიღოთ ზოგი $390-ათაც აყენებს, მაგრამ არ ვიცი როგორ აკეთებენ მაგას ვერ კილოვატი $390. კილოვატის მიხედვით ხდება ხო, ესე ხდება ზოგადად, რომ აი ხა უფრო კომფორტული არის კლიენტისთვის, იმიტომ რომ ხა მომხმარებელს რო უთხრა ხა MCCB ავტომატი გაქვს, ნახმარი თუ MCCB ავტომატის ვერ მიხვდება მაგას საერთოდ რაში იხდის ფულს. ჯობია რა პირდაპირ რომ აი 10 კილოვატიანი სადგური უნდა და დაგიждდება სიტყვაზე $5,000. ანუ $500 კილოვატი სადგურის საფასურის. მაგი უფრო კომფორტული არის გასაგებად. ეს ფასი არ იცვლება იმის მიხედვით, მაგალითად ლოკაცია თბილისშია, თქვენ თბილისში. რა თქმა უნდა, როგორ არ იცვლება. მაგი მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული. მაგ კიდე დამოკიდებული არის რა არის, ცით აი კონსტრუქციები შეიძლება რკინით გააკეთო, ჩვეულებრივი შავი რკინით, მერე ანტიკოროზიული საღებავით, ის ნუ არის კიდე ალუმინი, რომელსაც მართლა დიდი ხნის გარანტია აქვს. 30 წელი შეიძლება იმუშაოს და 40 წელიც. კი ბატონო. ხო და რკინას, შავ რკინას ცოტა მომსახურება მაგას გიჭირდება რა, ისე რამოდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა გადაღებო, ნახო ის სადმე ხوار დაიჟანგა, აღმოფხრა ის ადგილი და მოკლედ რა. კინა ცოტა პრობლემა არის მაგ ამბავში, მაგრამ თუმცაღა ხდება და კეთდება რა. ცოტა იაფიჯდება ვიდრე ალუმინი. და განსხვავდება თქვათ იმაზე სახურავზე ამონტაჟებთ თუ კი, კი, აუცილებლად მაგაზეც არის დამოკიდებული რა, მაგის ფასი. კი ბატონო. ხო, კიდე დამოკიდებული არის, ნახეთ, AC კაბელი, ანუ უკვე ქსელზე რო აერთებთ, რამ სიშორეზე არის თვითონ კარადა თელასის ობიექტი და სადაც ინვერტორი არის. თუ სპილენცი ხმართ, ნაკლები კვეთი გჭირდება, მაგრამ ძალიან ძვირი სპილენცის კაბელით რომ მიხვიდეთ 5 წვერათი. პირველადი კონსულტაცია თქვენთან უფასოა? ზოგადად ეგრეც გამომდის რა, უფასო კი არა და ერთი თვენახევრის წინ ხაშურში ვიყავით, უბრალოდ სურამში ვიყავი რა, სასტუმროზე უნდათ, რესტორანის სასტუმრო ერთად იყო და მე ერთი ოფგრიდ სადგური მთხოვეს, ძამას ხეობაში წავედით რა, კაი თოვლიც მოდიოდა, ძალიან ლავს ბუნებას ვეზიარე მოკლედ, მაგრამ უარი უთხარი, მეთქი აქ სადგური არ დადგება, იმიტომ რომ აღმოსავლეთი მთა
დასავლეთი მთა და აი ძალიან პატარა ადგილი იყო დატოვებული, თან ხეები იყო, სულ ხელშემშლელი პირობები, მან სადგური არ იმუშავებდა რა. გამოვიდა რომ ტყუილა გავისეირნე რა, ჩემი. შენი ხარჯი. ჩემი დანახარჯი. მაგრამ მეორე იმედია პროექტირების ეტაპზე, ანუ როდესაც პროექტირების ეტაპზეც მაპატიე და არავინ ანუ დიდი კონკურენცია, რატო ვკითხულობ მაგას, იცით, რომ ანუ ნებისმიერი იგივეა, ხო? ანუ თუ იგივე არა, შეიძლება პარალელი გავავლოთ, მაგალითად სახლის პროექტირება და აქაც არის გარკვეული, რა ქვია, დათვლები. დათვლები. ნუ მიახლოებით დათვლამდე მაინც უნდა გავიყვანო რა. დათვლები, კონსტრუქციები, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან, რეალურად სხვადასხვა ობიექტს შეიძლება საერთოდ სხვადასხვა სურათი იყოს და თქვენ რესურსი ჩადება გიწევთ ამაში, ხო? აი ეგრეა ხო რა, მაგ შემთხვევაში ყოველთვის ვზარალდებით ჩვენ. რატომ? ეხლა მე თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იაფი არ ღირს შენი მოსწავლე. მოხმარებელი რომ დამირეკავს და რომ ისე და პირდაპირ იცი რა, მოდი თან ხა გადმომირიცხე რომ ჩამოვიდე გავზომო, ნუ ეს ცოტა რაღაც რა ვიცი, ულამაზოა, მაგრამ ეგრე უნდა იყოს ალბათ რა, რომ ჩემი ხარჯით მაგას არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. გასაგები დაულაგებელია. ხო, დაულაგებელია, მაგ ჯერ არ არის დაალაგებული. და ალბათ დაალაგდება რა. ელემენტარულად ხარჯების ანაზღაურება. ჯერ თვითონ ის პროგრამა არა, ხა პივისოლი არის, ეგეთი კაი პროგრამა არის, რომელიც მე არ ვიცი, ნუ ცოტა რაღაცები ისკენი, მაგრამ არ არის რთული პროგრამა, მაგრამ მაგის ინფორმაციაც არ არის ძალიან ზუსტი, რომ ეხლა აი კლიენტს უთხრა, თქვათ, რომ აი ამდენ კილოვატს გამოიმუშავებს კონკრეტულად ზუსტად. წელიწადში არ მაგასაც ვერ. მაგრამ მიახლოებითი არის რა, აი მიახლოებითი, აი პრაქტიკიდან გამომდინარე რა, მონიტორინგს ხო უკეთებთ ჩვენ და. მინიმუმ შეგიძლიათ უთხრათ, ხო? ანუ მამა შეიძლება ეს იყოს მინიმუმ და რაღაცა. ნუ მე შენობას რომ შევხედავ და ისიც საკმარისია ჩემთვის, რომ საკადასტრო ვნახო და სამხრეთის აზიმუტი, ხო, მიახლოებით მაინც ვეტყვი რას გამოიმუშავებს რა. უღრმესი მადლობა დავით. დიდ წარმატებას გისურვებ. მადლობა. თქვენი საქმიანობა პირველ რიგში არის ჩემთვის გარემოს დაზოგვა. რა თქმა უნდა, ბიზნესი და მივესალმები ყველა იმ ბიზნესს, რომელიც გარემოზე მის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსების, ასე ვთქვათ, ათვისებას. მადლობას ვუხდი რადიო ცნობის და მე და გარემოს ერთგულს მენელს. გადაცემის ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ რადიო ცნობის Facebook გვერდზე. დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები ნებისმიერ ჩანაწერზე, რომელზეც აუცილებლად შევეცდებით კომპეტენტურად გიპასუხოთ. მშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე. მადლობა. დიდი მადლობა.